ეს არის შეცვლილი კულტურა. ესეთი რაღაცები მანამდე საერთოდ არ არსებობდა და მოუწევთ სხვა გზა არ არის. ვეღარ გავლენ იოლად სადღეგრძელობით ფონს. შეუძლებელია, იმიტომ რომ ეს კულტურა რეალურად უკვე შეცვლილი არის და კიდევ უფრო დავიხვეწებით. ქვეყნის წინსვლასთან ერთად მე ამაში დარწმუნებული ვარ. წარმატება მინდა გისურვო, დიდი მადლობა ბატონ ზურაბ, რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში და მაშასე მე გადავდივარ უკვე ქართულ ოცნებასთან შეკითხვებით. ზაქარია ქუცნაშვილი ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია ჩვენთან ხაზზე. დიდი მადლობა ბატონო ზაქრო, რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მე მინდა თქვენთან საუბარი დავიწყო იმ თემით, რითიც გავხსენით დღევანდელი გადაცემა. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების ან მთლიანად პოლიტიკური ელიტის მიერ შეთავაზებული სასაუბრო თემები არჩევნებამდე 4 თვით ადრე მოსახლეობისთვის, როცა ყველანაირი კვლევებით ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ხალხს არ აქვს სამსახური, ხალხშია და ამ დროს საარჩევნო კამპანია დაიწყო და ჩვენ ვერ ვხედავთ თითქმის დებატებს, ვერ ვხედავთ თითქმის ვერსად საუბრებს იმაზე, რას სთავაზობთ ხალხს იმისთვის, რომ მათი მდგომარეობა ოდნავ მაინც შემსუბუქდეს. მოგესალმებით, ინგა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. საკითხი სწორად დგას, ჩემი აზრით ზურამაც სწორად ისაუბრა განსაკუთრებით ბოლო ნაწილში, როცა კოალიციური დისკუსიები უნდა დაიწყოს შრომითი უფლების გამოყენების თაობაზე. მოგეხსენებათ, შრომის უფლება ეს არის ჩვენი მოქალაქეების ერთ-ერთი კონსტიტუციური უფლება და ეს უფლება ვერ იქნება რეალიზებული თუ ეკონომიკამ არ შექმნა ის აუცილებელი წინაპირობები, რაც ადამიანის დასაქმებისთვის არის საჭირო. აქედან გამომდინარე, მე მზად ვარ ინგა გიპასუხოთ, თქვათ იმ უკვე გადაწყვეტილებების თაობაზე, რაც ჩვენ მივიღეთ, რაც ჩვენ განვახორციელეთ ჩვენი მოქალაქის შრომითი უფლების გასაუმჯობესებლად. ბატონო ზაქრო, ალბათ ძალიან საინტერესო იქნება უკვე არჩევნების მოახლოებასთან ერთად დებატები თქვენს ოპონენტებთან, იმიტომ რომ ხალხმა მართლა მოისმინოს რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა. ერთია, როცა ხელისუფლება საუბრობს, მეორეა, როცა მას არგუმენტირებულ ოპონირებას უწევენ. მე მინდა თქვენ ასეთი რამ მკითხოთ. ბიძინა ივანიშვილმა 95 დეპუტატით შესვლა დაანონსა ჟურნალისტებთან, როცა ქონდა მას შეხვედრა საქართველოს პარლამენტში. როგორ ფიქრობთ, ქვეყანაში სადაც ძირითადი პრობლემა არის შიმშილი და სამუშაო ადგილები, სადაც პრობლემა არის შემოსავლები, ოჯახის სარჩენი, რა გაძლევთ იმის გარანტიას, რომ 95 კაცით შეხვალთ ქართული ოცნება და პლუს კიდევ იქნებით უმრავლესობაში? არა, ნუ მიაბავთ ერთმანეთს, თქვათ, შიმშილს და მანდატების რაოდენობას. რატომ? პირდაპირ პროპორციული. დასმული არა, ეს პირდაპირ პროპორციული არ გახლავთ. ამორჩეველი აყალიბებს თავის ნებას, ვის დაუჭიროს ხალი და ვის არა, არა იმის მიხედვით მოშიმშილებს ამჩნევს თუ ვერ ამჩნევს, არამედ იმის მიხედვით მოშიმშილების არმია ცირდება თუ იზრდება. პრობლემები დაძლევისკენ მიდის, მილევისკენ მიდის თუ პრობლემები გვემატება. და ამორჩეველი ამ ნიშნით იღებს გაწყვეტილებას, თორე 25 წელია ჩვენ დამოუკიდებელ ქვეყანას ვაჩვენებ და სიღარიბე და გაჭირება არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. როცა თქვენ საუბრობთ, რომ შიმშილი ეს არის პრობლემა, მე არ დაგეთანხმებოდით. შიმშილი კი არ არის პრობლემა. შიმშილი არის შედეგი მცირე ეკონომიკის, იმ გაჭირვების, რაც დღეს საზოგადოებაში არის. და მიზეზი, მთავარი მიზეზი, მთავარი პრობლემა, ასეთ შეიძლება დავარქვათ, არის მცირე ეკონომიკაში. თუ ჩვენ ეკონომიკის მასშტაბები არ გავზარდეთ, უფრო მეტი დამატებითი ღირებულება არ შეიქმნა, უფრო მეტი დოვლათი არ შეიქმნა ქვეყანაში, მის შედეგებს, როგორც არის უმუშევრობა და გაჭირვება, ვერ დავამატებთ. ბატონო ზაქრო, უკაცრავად, მე შეგახსენებ თქვენი დებატი. კი ბატონო. ჯამთელი სოციალური უსაფრთხოების ბადის მოქსოვა შეუძლებელია. 2-2-0 იყოს, თქვა, დასაქმების და შესანახთა სტრუქტურა, კიდე შეიძლება ამ თემებზე საუბარმა. დღეს არის 1-3-თან შესანახთა თქვენებართვით კითხვას დაგისვამთ, ხომ არ გეჩვენებათ, რომ იმდენად არარეალური დაპირებები გაეცით, რომ ადამიანები, რომლებიც ასეთი დიდი იმედით ელოდებოდნენ ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებაში მოსვლას, დღეს არიან სრულიად იმედგაცრუებულები, იმიტომ რომ იყო დაპირებები გადასახადების შემცირებაზე, კომუნალური გადასახადების შემცირებაზე, დენის ტარიფი, გაზი, იყო საუბარი ამ უფასო ფულზე, რომ იქნებოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი რაღაც ბიზნესის დასაწყებად პროექტებში ჩართვა და მაქსიმუმ 3%-იანი კრედიტების აღება, იყო გაცემული დაპირებები იპოთეკარებისთვის, იმაზე იყო კიდევ გაცემული დაპირება, რომ პენსია
უფრო მეტი უნდა ყოფილიყო. შეიძლება გავყვეთ მაგას კი, არა. აი ერთობლივად რომ მითხრათ, რას დავიწყოთ პირველი გადასახადების შემცირება. ჩვენ 200 ლარამდე მოუხსენით საერთოდ ყველანაირი გადასახადი ჩვენს გლეხებს და ფერმერებს. და ჩვენი გლეხი და ფერმერი მიუხედავად იმისა, სადაც ცხოვრობს ის 200 ლარამდე განთავისუფლება როგორც საშემოსავლო გადასახადიდან, ასევე მოგების გადასახადისგან. ჩვენ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც კი დაკავებული იყო ბინის გაქირავებით, 20-დან 5%-მდე შეუმცირეთ საშემოსავლო გადასახადს. ჩვენ საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული 2900 დასახლებული პუნქტიდან 1700 მოსახლეს გავანთავისუფლეთ ქონების, მოგების და საშემოსავლო გადასახადისგან. თან იმ მოგების გადასახადისგან მაღალმთიან რეგიონებს გულისხმობ, რომელი მოგებაც მათ შეუძლიათ გინდა სახლში წაიღონ, გინდა საწარმოში დააბანდონ. პირველი იანვრიდან ჩვენ მოგების გადასახადისგან ვანთავისუფლებთ ყველა კომპანიას, ვინც კი მოგებას ჩააბრუნებს ეკონომიკაში და ამით დამატებით სიმძლავრებს, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენ 6-დან 4 წლამდე შევამცირეთ საგაზო შემოწმების საგაზო დავების ხანდაზმულობის ვადა. ჩვენ ამოვაგდეთ საერთოდ შემოსავლების სამსახურის სისტემაში პიროვნული გადაწყვეტილება. ხო, მაგრამ სწორედ შემოსავლების სამსახური დაასახელა ზურაბ ჯაფარიძე. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა დაკადაგებელი 10 მილიარდამდე გავზარდეთ 8 მილიარდიდან 10 მილიარდამდე გავზარდეთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა ამ 4 წლის განმავლობაში. ანუ ყველაფერი კარგად არის. 20%-ით 25%-ით გაიზარდა ბიუჯეტი. არა, შედარებითია ინგა. ამიტომაც ვამბობ, რომ როცა ვამბობ 95 მანდატი და შიმშილი მოქალაქე იმის მიხედვით აძლევს სუბიექტს ხმას, ვის შეუძლია ეს პრობლემები ძალადობის, წინასწარი გადახდების, პრაკურორკების, რა ქვია, საჯარიმო სანქციების ხელოვნურად გამოწერის, მონოპოლიზმის, ყველა მიცოდით, რომ კეზერაშვილი აკონტროლებდა ქვეყანაში საწვავის მაფიას. ყველა მიცოდით, რომ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდნენ ქვილის და შაქრის მაფიას. ყველა მიცოდით, ვინ აკონტროლებდა, თქვათ, ტრანსპორტს საქართველოში. ეხლა მითხრათ, რომ ვინ აკონტროლებს ამ ქვილის, ან შაქარს, ან ბენზინს, ან კომუნიკაციას. მე არ ვიცი, ძალიან გამიჭირდება, ეხლა ამაზე გიპასუხოთ, ვინ აკონტროლებს, მაგრამ მე ის მახსოვს, რომ თქვენი დანაპირები იყო, რომ მაგალითად ბენზინის 1 ლარი, რომელიც მიდიოდა თურმე სააკაშვილის ჯიბეში, ის 1 ლარი აღარ ბატონო ზაქრო, მე მახსოვს მაშინ ამის აპასუხოთ იმას გეტყვით, რომ სწორედ ქართული ოცნების წინასაარჩევნო დაპირებებში ისმოდა ბენზინის 1 ლარი, რომელსაც მიშა იდებს ჯიბეში, ეს 1 ლარი აღარ წავა მიშას ჯიბეში და გაიაფთება ბენზინი. მე როგორც მოქალაქეს, აი რაც ტვინში მაქვს ჩარჩენილი, ძალიან 2 ლარი ღირდა. ხო, მაგრამ ის 1 ლარი სად არის, რომელსაც პრეზიდენტი ნახევარი და აღარავის ჯიბეში აღარ მიდის არაფერი. იმიტომ რომ ფაქტია, რომ არ არსებობს არანაირი ფონდი, მაშინ არსებობდა თელმა საქართველოს მიცოდა შავი ფონდი, შავი კასა, შავი სალარო, სადაც მიდიოდა. ხო, მაგრამ 1 ლარი ღირდა მიშას დროს, ვისაც მოენატრა მიშას დრო 2 ლარი ღირდა საწვავი, დღეს ლარნახევარი. არა, მე ნამდვილად არ მომნატრებია მიშას დრო და იმიტომ არ გავიხსენე ეს, უბრალოდ დანაპირებების კონტექსტში გამახსენდა. ბატონო ზაქრო, ერთი კითხვა მინდა რომ დაინტერესებთ. დენის ტარიფი მაგალითად, დენის ტარიფი. ესე იგი 13 თეთრი ღირდა და დღეს 9 მილიონი საქართველოს მოქალაქე იღებს დენს 9 თეთრიანი ტარიფით. 9 მილიონი საქართველოს მოქალაქე. ხოლო 1 იანვრიდან საქართველოს 1600 დასახლებული პუნქტი 200-დან 100 კილოვატ-ლიტრი ენერგიას, ანუ 13 ლარის ელექტროენერგიას საერთოდ უფასოდ მიიღებს. ეს რეალობაა. ამის გამო გვაძლევენ ჩვენ ხმას. ამის გამო ამბობს ბატონო ბიძინა, რომ ჩვენ გვაქვს მორალური ამბიცია, რომ გავიმარჯვოთ არჩევნებს. კარგი, და ბოლო კითხვას დაგისვავთ ბატონო ზაქრო, 10-15 წელი, რომელიც უკვე მე რამდენად მოვისმინეთ ივანიშვილისგან. ანუ აქედან გამომდინარე მინდა კითხოთ, რომ თქვენი გუნდი ფიქრობს, რომ ხალხი ხელისუფლებაში მინიმუმ 10 წლით კიდევ დაგტოვებთ? არა, ეს არ უთქვია ბატონ ბიძინას. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ ხელისუფლებაში ვიქნებთ იმდენი ხანი, რამდენი ხანით ამას მოიცრებს ქართველი ამორჩეველი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვაკადრებთ ჩვენ თავს და ამორჩევას მით უმეტეს, რომ კარგი ბიჭები ვარ და ამიტომაც ვალდებული ხართ ხმა მოგცეთ. კარგი ბიჭები ვარ თუ ცუდი ბიჭები ვართ, ეს ხალხმა უნდა შეაფასოს. რაც შეეხება 10-15 წელია საჭირო, ეს ითქვა იმის გამო, რომ დღეს საშუალო ევროპული ეკონომიკის ზრდა არის 1% და 6%.
საშუალო ქართული სახელმწიფოს ეკონომიკის ზრდა არის 3%, 3% ნახევარი. ანუ საშუალო ევროპულს ორჯერ უსწრებთ ჩვენ ეკონომიკის ზრდას. მაგრამ თუ ეს ორნიშნა არ იქნებაო 80 წელიწად არ ეყოფა საქართველოს რომ იმდენად ძალიან ძიმეა და 6 ჯერ ვარ ჩამორჩენილი ყველა კომპონენტით, ამიტომაც ეს ორჯერ სწრაფი ეკონომიკის განვითარება საკმარისი არ არის. ჩვენ უნდა მინიმუმ ორნიშნა ციფრით უნდა ვითარდებოდეთ, რა მაჩვენებელზეც გარწმუნებთ ეკონომიკა უკვე სწორ რელსებზე დგას. თავისუფლება, კონკურენცია, ძალადობა არ არის, წინასწარ გადახდები არ არის, ჯარიმები აღარ არის, შემოწმებები აღარ არის სუბიექტური. ამიტომაც ეს დაბადებს ლოიკურ შედეგებს, ოღონდ დაბადებს ამ ლოიკურ შედეგებს, ცოტათი მოგვიანებით. ზუსტად ერთი წუთი დამჭა, ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ და უნდა დაგემშვიდობოთ, თუმცა მანამდე თქვენ რაზეც საუბრობდით, ანუ ამ ციფრებზე საინტერესო ისაა და ალბათ არჩევნები გაარკვევს, ამ ყველაფერს რაზეც თქვენ ახლა გვესაუბრებოდით, გრძნობს თუ არა საკუთარ ჯიბეზე და საკუთარი ოჯახის ჯიბეზე საშუალო სტატისტიკური ქართველი. ბატონო ზაქრო, ერთი კითხვა და უნდა დაგემშვიდობოთ, მოკლედ მიპასუხეთ 6 საათზე რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი აპირებს ჩაატაროს ბრიფინგი, სადაც იგი გაასაჯაროებს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სასამართლო კოლეგიის ერთ-ერთ მოსამართეს აღმოჩნდა, რომ აქვს ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდების სისხლის სამართალში და ის არ იყო უფლებამოსილი განეხილა სამოქალაქო საქმე, რომელიც ეხებოდა რუსთავი 2-ს, ანუ ხვალ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოცხადეს. ნიკა გვარამიას თქმით, ეს იქნება უკანონო გადაწყვეტილება. რა კომენტარს გააკეთებ და დაგემშვიდობებით? მე არ ვაკეთებ კომენტარს სასამართლო დავებზე, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ეს შეიძლება აქმული იყოს როგორც ზეწოლა. რაც შეეხება ხო, მაგრამ როგორც იურისტმა მითხარით, სისხლის სამართლის სპეციალისტს თუ შეიძლება რომ განეხილა სამოქალაქო არ ვაკეთებ ამ თემაზე კომენტარს, იმიტომ რომ მათ უნდათ რომ ჩვენ ჩაგვიტრიონ პოლიტიკოსები სწორედ იმ სასამართლო დავის გარჩევაში, სადაც ჩვენ მხარი არა ვარ და არ გვაქვს სურვილი რომ ვიყოთ რომელიმე მხარე. ეხლა რაც შეეხება მოქალაქეების შემოსავლებს და მოკლედ უნდა მითხრათ რა ძალიან წარმოვადგენთ ყველანი სიტუაციას ასნაირად, რომ მოქალაქის ცხოვრება მარტო შემოსავლებისაგან შედგება. ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება შედგება ხარჯებისაგანაც და ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ ჩვენ მოქალაქეებს ხარჯები. მაგალითად, კომუნიკაციაზე 40 ლარზე ნაკლებად არ ღირდა ტელეფონზე საუბარი, დღეს ორჯერ ნაკლები ღირს მობილურ ტელეფონზე საუბარი. 2 ლარი ღირდა საწოლი და ლარნახევარი ღირს. რა ქვია, 20 ლარი ღირდა ბავშვის ტარება საბავშვო ბაღში უფასოა, 200 ლარი ღირდა წიგნების კომპლექტი და უფასოა. არავის არ ემსახურებდა საწყობილო ავტობუსი. არ არსებობდა სტუდენტური საცხოვრებლები და 300 ლარს იხდიდნენ სტუდენტების მშობლები, რომ ბავშვის ქირის ფული გადაეხადათ, 500 ლარს იხდიდნენ სწავლის საფასურს და მადლობა შეუმსუბუქეთ მოქალაქეებს. ასე რომ დაასრულეთ. დიახ. მადლობა დიდი. მე თუ ამოიწურა დრო. კი ბატონო, მე გაგვეთიშება. უბრალოდ არა, სიგნალი გაითიშება.